ენის ონლაინ კურსები 30%-ით იაფია, ვიდრე ტრადიციული სააუდიტორიო მეცადინეობებია. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ენის შემსწავლელთა უმრავლესობა ონლაინ კურსს აირჩევს, ხო, რომელიც 30%-ით იაფია. ყველა იძლევა გარკვეულ მიზეზს, თუ რატომ შეიძლება ეს ვარაუდი იყოს მცდარი, ერთის გარდა. და რომელია ეს ერთი? ესე იგი, პასუხი, რომელიც ამ ვარაუდს ერთქვეშ აყენებს, ესე იგი, პასუხი, რომელიც ტრადიციულ სააუდიტორიო მეცადინეობას მიენიჭებს უპირატესობას, არ გვაწყობს და პასუხი, რომელიც იქნება ნეიტრალური, რომელიც ამ ვარაუდის მცდარობას არ გაუსვამს ხაზს და შეიძლება განამტკიცოს კიდეც, იქნება სწორი პასუხი, ხო? ანუ ჩვენ ვართ იმ აზრისკენ, რომ 30%-იანი ფასდაკლებული კურსი, უბრალოდ 30%-ით იაფი კურსი, იქნება უფრო მიმზიდველი, ესე იგი, შემსწავლელთა ენის შემსწავლელთა უმრავლესობისთვის. ონლაინ კურსების დროს ნაკლები მასწავლებელთან და თანაკლასელებთან უშუალო ინტერაქცია, რაც ბევრი მოსწავლის მოტივაციისთვის აუცილებელია. ეს პასუხი ამ დებულების მცდარობას იწვევს, ეჭქვეშ აყენებს, იმიტომ რომ სააუდიტორიო მეცადინეობებს ანიჭებს უპირატესობას, ხო? თუ პასუხი სააუდიტორიო მეცადინეობისგან გადაიხრება, ჩვენ ის პასუხი არ გვაწყობს. მარტივი ლოგიკა ესა. ონლაინ კურსების შედარებით ნაკლები ფასი ძირითადად განპირობებულია ფიზიკური ინფრასტრუქტურის ხარჯების არარსებობით. ხო, ეს რაღაცნაირად ნეიტრალური პასუხია, აი ამ ნაკლებ ფასს ხსნის რითია განპირობებული და ის, რა თქმა უნდა, არ აყენებს ეს პასუხი ეჭქვეშ ამ დებულებას, რომ ენის შემსწავლელთა უმრავლესობა ონლაინ კურსს აირჩევს. ზოგიერთი მოსწავლე უპირატესობას ანიჭებს ფიზიკური კლასის ოფიციალურ გარემოს, რაც მათ დისციპლინის შენარჩუნებას ეხმარება, ესე იგი სააუდიტორიო მეცადინეობებს ანიჭებს გეუპირატესობას. სააუდიტორიო მეცადინეობებზე მასწავლებლები უშუალოდ ასწორებენ გამოთქმასა და მეტყველებას, რასაც ონლაინ კურსები ვერ უზრუნველყოფენ ეფექტად. ეს კი სააუდიტორო უკეთესია ტექნიკურმა პრობლემებმა, მაგალითად ინტერნეტის ცუდმა კავშირმა შეიძლება ხელი შეუშალოს ონლაინ გაკვეთილებს, რაც მოსწავლის იმედგაცრუებას იწვევს, ესეც ასუსტებს აი ამ მოსაზრებას, რომ ონლაინ კურსი უკეთესია. უფრო სწორად ონლაინს რო უფრო აირჩევენ, ხო? სააუდიტორიო შემთხვევაში მსგავს ტექნიკური ხარვეზები არ გვექნება. ამდენად ბ პასუხი გამოვა აქ სწორი პასუხი.